ამჯერად კი ბრიუსელი რა სეგმენტზე არის გათვლილი და რა მიზნებს ისახავს ბელგიური ინტერნეტ გამოცემა ევრორეპორტიორი, ნახეთ გიორგი ფოფხაძის და ერეკლე დვალიშვილის რეპორტაჟი ბრიუსელიდან. ბრიუსელში გამომავალი ინტერნეტ გამოცემა ევრორეპორტიორი დიპლომატიური და ევროპული სამთავრობო წრეებისთვის არის განკუთვნილი. ინტერნეტ რესურსს 7 პროფესიონალი ჟურნალისტი აკეთებს, რომლებსაც დიპლომატებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ევრორეპორტიორი არის თანამედროვე მულტიმედიური კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც ძირითადად ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და ევროპის შესახებ წერს. ევრორეპორტიორი 2000 წელს დაფუძნდა როგორც ყოველკვირეული ჟურნალი, თუმცა ბოლო 3 წელია ამ პოპულარულმა გამოცემამ თანამედროვე ელექტრონული მედიის სახე მიიღო და ინტერნეტის მეშვეობით დღის განმავლობაში რამდენიმე განახლებით აწვდის მკითხველს ევროპის უახლეს ამბებს. მსოფლიოს 150 ქვეყანაში ევრორეპორტიორს 25000-მდე ხელმომწერი ჰყავს. ევრორეპორტიორი არა მარტო ინტერნეტ ჟურნალი, არამედ უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინტერნეტ ტელევიზიაც, რომელიც სრულციფრულ ფორმატში მაუწყებლობს და ევროინსტიტუტებიდან აკეთებს როგორც ინტერნეტ ახალ ამბებს, ასევე რამდენიმე ინტერნეტ თოქ-შოუს და მრგვალ მაგიდას. ევრორეპორტიორის ჟურნალისტებს ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ადგილიდან პირდაპირ ეთერში აწარმოონ მაუწყებლობა, რომელიც ევრორეპორტიორის საიტზე ლაივ რეჟიმში გადაიცემა. ეს არის ონლაინ გამოცემა. ჩვენ უარი ვთქვით ბეჭდვაზე და მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადავედით. ვიყენებთ ყველა ახალ ელექტრონულ მედია საშუალებას, მათ შორის Facebook-სა და Twitter-ს. ევრორეპორტიორი იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ საიტი ონლაინ რეჟიმში მუშაობს და ოპერატიული და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მე ჩემს ჟურნალისტებს ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად თქვენ სიმართლე და თან ეს სიმართლე სწრაფად გადმოსცენ. ჩვენ ფაქტებს არ ვცვლით და მაყურებელს საშუალებას უტოვებთ დასკვნა თავად გააკეთონ. რთულია საკუთარი თავი შეაფასო და შესაბამისად ძნელია ვთქვა ევრორეპორტიორი წარმატებულია თუ არა. ამ შეფასებას ის ადამიანები გააკეთებენ, რომლებიც ჩვენი საიტის მომხმარებლები არიან. აღსანიშნავია, რომ ევრორეპორტიორის ბასრი კალმის ქვეშ ძალიან ბევრი ევროპული სადისკუსიო თემა და მოვლენა მოხვედრილა. ინტერნეტ რესურსს ეკუთვნის უამრავი ექსკლუზიური ინფორმაცია ევროპული დიპლომატიური წრეებიდან და ევროსტრუქტურების კულუარებიდან, რომლებიც შემდგომ ევრორეპორტიორის ჟურნალისტების მხრიდან ევროპის მასშტაბით სერიოზულ განხილვის საგნად იქცა. ამ პოპულარული გამოცემის სტუმრები ძალიან ხშირად ევროპის გავლენიანი პოლიტიკოსები და ექსპერტები არიან. გეჩვევთ, რომ ხშირად სტუმრობთ ევრორეპორტიორის საიტს, თქვენს ყურადღებას კი ევროპული ბეჭდური მედიის ძირითად თემებზე შევაჩერებ. გიორგი ფოფხაძეს მოусმინოთ.